მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მეგობრებო, დღეს, როდესაც ამ ვიდეოს ვიღებ და ვდებ, გახლავთ უმშვენიერესი ულამაზესი ვადა 11 ნოემბერი და ამიტომაც მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 1 წლის განმავლობაში. ანუ დღევანდელი დღიდან 11 ნოემბრიდან 2026 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. მესმის ცოტა დიდი ვადა არის, მაგრამ ვნახოთ აბა 1 წლის განმავლობაში რამდენად ასრულდება თქვენი სურვილი. ჩაიფიქრეთ ერთი კონკრეტული სურვილი, რომელიც გინდათ რომ აი ამ 1 წლის განმავლობაში ასრულდეს, შემოვიდეს თქვენს რეალობაში. ვარიანტებსახლავე დავარიგებ და მოდით ვნახოთ ასრულდება თუ არა. ვნახოთ აბა ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი ამ 1 წლის განმავლობაში. ასრულდება თუ არა პირველი ვარიანტის სურვილი, მეორე ვარიანტის სურვილი და მესამე ვარიანტის სურვილი. ასე გონი სამივე ვარიანტი კარგად ჩანს. ახლა დავამატებთ ქვებსაც. პირველი ვარიანტი ეს ქვა გვაქვს. მეორე ვარიანტი ასეთი ქვა და მესამე ვარიანტი აი ასეთი ქვა. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, ეს გვერდი. პირადი კონსულტაციის მსურველებს კი შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. და დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან, ვინც ჩაიფიქრეთ, აირჩიეთ უბრალოდ პირველი ვარიანტი. თქვენი სურვილი, ჩაფიქრებული სურვილი ასრულდება თუ არა ამ 1 წლის განმავლობაში. ვეცდები თითო არკანი თავხსნა პენტაკლების მეფე. პირველ რიგში თუ თქვენ ჩაიფიქრეთ რაღაც, რაც არის კავშირში ფინანსებთან და კარიერასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ დიახ ასრულდება თქვენი სურვილი. თუ თქვენ ჩაიფიქრეთ რაღაც ისეთი სურვილი, აი დაახლოებით ასეთი და ასეთი მამაკაცი ჩემს რეალობაში შემოვა თუ არაო. ამ შემთხვევაშიც მინდა გითხრათ, რომ კი ბატონო, ასრულდება თქვენი სურვილი, მაგრამ მინდა დავაზუსტო ის, რომ თუ თქვენ ჩაიფიქრეთ კონკრეტული პიროვნება, აი მაგალითად, არ ვიცი, ვიღაც კონკრეტული ან ვახუშტი ან ლევანი იქნება თუ არა ჩემს რეალობაშიო, აქ სამწუხაროდ დიდი ალბათობით კონკრეტულად ეს პიროვნება თქვენს რეალობაში არ იქნება. მაგრამ თუ თქვენ ჩაიფიქრეთ რაღაც ისეთი სურვილი, აი კონკრეტული ადამიანი ან მეგობრები ან კონკრეტული ტიპაჟის კატეგორიის ადამიანები შემოვლენ თუ არა ჩემს რეალობაში ამ 1 წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ დიახ აუცილებლად შემოვლენ. ასევე გავიმეორებ კარიერასთან და ფინანსებთან დაკავშირებით, ვინც ჩაიფიქრეთ სურვილი, აქ თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება. გარდა ამისა, აქ ხედავ იმასაც, რომ თქვენი სურვილი იქნება მაქსიმალურად დაცული, მაქსიმალურად მძლავრი. თუ თქვენ ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც არის კავშირში თქვენს სხეულთან, თქვენს ჯანმრთელობასთან, მაგალითად რაღაც კონკრეტული გამოვა თუ არა, არ ვიცი, ან წონაში მომატება, ან წონაში დაკრება, ან კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება, ამ შემთხვევაშიც მინდა გითხრათ, რომ კი ასრულდება თქვენი სურვილი, მაგრამ შეიძლება რაღაც გარკვეული ცვლილებები იყოს. ანუ შეიძლება ეს სურვილი მთლად სტაბილური და მთლად მყარი არ იყოს. ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, ვინც ამოირჩიეთ. თქვენი სურვილი ასრულდება თუ არა. ფიგურული არკანი ამოვიდა ისევ. პირველი ვარიანტი იყო პენტაკლების მეფე, აქ კიდე ხმლების დედოფალი გვყავს. დავამატოთ არკანები, აქ მჭირდება რომ დავამატო. ასრულდება თუ არა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული სურვილი 1 წლის განმავლობაში, მომდევნო 2026 წლის 11 ნოემბრამდე. პენტაკლების 3-იანი, პენტაკლების 6-იანი. მეორე ვარიანტი თქვენთან აქ ფაქტობრივად 50-50-ზე არის და მოდით ახლა ახსნი რატომ და რა კუთხით. პირველ რიგში აქაც თუ თქვენ ჩაიფიქრეთ რაღაც, რაც არის კავშირში კარიერასთან და ფინანსებთან, როგორც მინიმუმ გარკვეულ დონეზე თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება, ანუ შეიძლება აქ თავიდან ბოლომდე სურვილი არ ასრულდეს, ხო? ანუ მაგალითად თუ თქვენ გინდათ რომ კონკრეტული კარიერა დაიწყოთ, შეიძლება კონკრეტულად ამ სფეროში ვერ დაიწყოთ, ან კონკრეტულად ისეთი თანხები და ისეთი შემოსავალი არ იყოს თქვენს რეალობაში, როგორც ახლა გინდათ, მაგრამ
პროცესი როგორც მინიმუმ იყოს შეშვებული, ხო? თუმცა რა თქმა უნდა, იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ თავიდან ბოლომდე ასრულდება თქვენი სურვილი. აქ უკვე მაქსიმალურად თქვენზე და სიტუაციებზე არის დამოკიდებული, ასე ზუსტად ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ როგორც მინიმუმ ნაწილობრივ თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება. თუ ეს სურვილი ეხება რაღაც მატერიალურ ასპექტებს, როგორიც არის კარიერა, ფინანსები, ჯანმრთელობა, თქვენი სხეული და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აქ ხედავ კომუნიკაციებს ახალ ადამიანებთან, ახალ მოლაპარაკებებს, რაღაც გასაუბრებებს, აქ იქნება თქვენს რეალობაში მეტი კომუნიკაცია და თითქოს ამ მეტი კომუნიკაციის მეშვეობით ასრულდება თქვენი სურვილი. ერთადერთი მეორე ვარიანტი თქვენთვის აქ ამოვიდა ასეთი რჩევა თქვენი სურვილის ასასრულებლად, რომ იყოთ მეტად მკაცრი არა საკუთარი თავის, არამედ ირგვლივ მყოფების მიმართ. ეს იმას არნიშნავს, რომ აგრესიული უნდა გახდეთ ადამიანებთან, არც იმას ნიშნავს, რომ ყველას უნდა ეუხეშოთ და ასე შემდეგ, ხო, უბრალოდ მეტი სიმკაცრე, მეტი სადღაც სიცივე, სადღაც მეტი იგნორიც კი, იმიტომ რომ თითქოს თქვენ ხელს გიშლით ის, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ზედმეტად გვერდში უდგებით, ზედმეტად ეხმარებით, ზედმეტად ემპათიური ხართ ხოლმე და უნდა ისწავლოთ მეტი რაციონალური დამოკიდებულება და სადღაც მეტი სიცივე ადამიანების მიმართ, მეტი სიმკაცრე. სურვილს რაც შეეხება, ასრულდება, დიდი ალბათობით ასრულდება, მაგრამ ბევრად უფრო დიდი ალბათობით ნაწილობრივ ასრულდება, ანუ თავიდან ბოლომდე შეიძლება არ ასრულდეს, მაგრამ პროცესები შეშვებული იქნება. სულ ეს არის მეორე ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია აი ეს ქვა, თქვენი სურვილი ასრულდება თუ არა. ღმერთო ჩემო, კიდევ ერთი ფიგურული არკანი. ხმლების რაინდი. ნუ თქვენი სურვილი მესამე ვარიანტი კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ რაღაც გარკვეული პროცესები იქნება შეშვებული თქვენი სურვილის ასრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასრულდება თუ არა, დიდი ალბათობით არ ასრულდება, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყებს მოძრაობას, ნელ-ნელა დაიწყებს წინსვლას. აი მეორე ვარიანტშიც რაღაც მსგავსი სიტუაცია იყო, მაგრამ მეორე ვარიანტში სურვილს ჰქონდა ბევრად უფრო მეტი ძალა, უფრო მეტად და უფრო მკვეთრად იყო ასრულებული, მაგრამ აი მესამე ვარიანტი თქვენთან უფრო შეჩერებული არის პროცესები. აი თითქოს მიდის წინ პროცესები, მაგრამ უფრო ნელი არის, უფრო ბეჯითი არის. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, ასრულდება თუ არა. მესამე ვარიანტის სურვილი 2026 წლის 11 ნოემბრამდე ასრულდება. კვერთხების ორიანი, ხმლების პაჟი, თასების ტუზი. იცით, მესამე ვარიანტი ვინც აირჩიეთ, სამწუხაროდ აქ ერთეულებთან რეზონირდება, რომ სურვილი ასრულდება. უმეტესობასთან აქ თვითონ სურვილი არ ასრულდება, მაგრამ ნელ-ნელა რაღაც გარკვეული პროცესები დაიწყება იმისათვის, რომ სურვილი ასრულდეს. ნებისმიერ შემთხვევაში პროცესები კი იქნება შეშვებული, მაგრამ სურვილი ასრულდება, მეთქი რომ გითხრათ, ეს იქნება ერთი დიდი ტყუილი, იმიტომ რომ სამწუხაროდ აქ უმეტესობასთან სურვილი არ ასრულდება, მაგრამ სამაგიეროდ ამ სურვილთან დაკავშირებით გექნებათ უფრო მეტი ცოდნა, უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო კარგად გეცოდინებათ, რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ და რა მიმართულებით უნდა წაიყვანოთ თქვენი რეალობა იმისათვის, რომ თქვენი სურვილები ასრულდეს. ასევე ჩანს მეტი კომუნიკაცია და მეტი ფიქრი, მეტი ცოდნა და იმას არ ვამბობ, რა თქმა უნდა, რომ არავისთან არ ასრულდება მეთქი. პირიქით ერთეულებთან, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აუცილებლად ასრულდება თქვენი სურვილი, მესამე ვარიანტი, მაგრამ აი უმეტესობასთან სამწუხაროდ არა. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.